მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ტაროსკოპს მორიელებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. თასების ოთხიანი, საკმაოდ ინერტული ენერგიაა. შესაძლებელია ამ პერიოდში ხშირად გქონდეთ განცდა, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინა მოსაწყენია, არ გქონდეთ მოქმედების სურვილი, იყოთ აპათიურ მდგომარეობაში, გაგიჭირდეთ ძალების მოკრება, რომ რამე გააკეთოთ, შესაძლებელია ხშირად მოგინდეთ განმარტოება და პერიოდულად დაბნეულობაც იგრძნოთ, ვერ გაერკვეთ საკუთარ აზრებში და საკუთარ სურვილებში. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს ბარათი გულისხმობს, რომ საჭიროა მეტი ძალის ხმევა, საჭიროა თვითონ შეიქმნათ პოზიტიური განწყობა და მოტივაცია მოქმედებისთვის. სინამდვილეში თქვენს გარშემო არის შანსები შთაგონებისთვის, რომ ხელში აიღოთ ინიციატივა და გააქტიურდეთ, გადახვიდეთ უფრო შემოქმედებით ენერგიებში, დაინახოთ აწმყოში დღეს ახლა და აქ არსებული შესაძლებლობები და რაც მთავარია შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი პოზიტიური ცვლილებებისთვის თქვენს ცხოვრებაში. გირჩევთ არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება გქონდეთ უიმედო განწყობა, განსაკუთრებით წარსულ ნეგატიურ გამოცდილებებს არ მისცეთ უფლება გავლენა მოახდინონ თქვენს დღევანდელ მდგომარეობაზე და დღევანდელ განწყობილებაზე. პირიქით შეეცადეთ მოიკრიბოთ შინაგანი ძალა აქტიურობისთვის და თავად შექმნით თქვენთვის სასურველი რეალობა აწმყოში სამომავლო კეთილდღეობისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების ექვსიანი, წარმატების და მიღწეული შედეგების ენერგია. თუ ახლა იწყებთ ურთიერთობას, ამ პერიოდში თქვენ საბოლოოდ მოინადირებთ სასურველი ადამიანის გულს და მოიპოვებთ მის კეთილგანწყობას. ხოლო ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში ხართ, გადახვალთ ახალ ეტაპზე, იქნებით პარტნიორის ყურადღების ცენტრში, იგრძნობთ დაფასებას და მხარდაჭერას მისი მხრიდან. თუ აქამდე გარკვეული საკამათო საკითხები იყო თქვენ შორის, ამ პერიოდში პარტნიორი დათმობაზე წამოვა და აღიარებს თქვენი მოსაზრებების უპირატესობას. ასევე თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას დებდით სასურველი მიზნის მიღწევაში, დიდი შანსია სწორედ მარტში მიიღოთ სასურველი შედეგები და უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია ასეთმა წარმატებამ არა მარტო გაგახაროთ, არამედ ახალი მიზნები გაგიჩინოთ და შინაგანი ენერგიითაც აგავსოთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით შეუდგეთ ახალი გეგმების განხორციელებას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. მარტში თქვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი დაიწყება. იგრძნობთ, რომ რაღაც ეტაპი ბუნებრივად სრულდება და იწყება ახალი ფაზა, რომელიც ჯერჯერობით შეიძლება ბოლომდე ვერც განსაზღვროთ, რას მოგიტანთ. ეს ცვლილება არ არის აუცილებელი, რომ დრამატულად ვითარდებოდეს და დიდ ემოციებთან იყოს დაკავშირებული, უფრო შეიცვლება თქვენი მიმართულების ვექტორი, გარკვეული გარემოებები, თქვენი გეგმები, ან შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომელიც შეცვლის თქვენი ურთიერთობის რითმს, ყოველდღიურობას. მაგალითად, ეს შეიძლება შეეხოს თქვენი ურთიერთობის ფორმალურ მხარეს, ოფიციალურად შეხვიდეთ ქორწინებაში, ან პირიქით განქორწინდეთ, ან შეეხოს თქვენს პირად სტატუსს, მაგალითად გახდეთ მშობელი, ან შვილიშვილი შეგეძინოთ და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია ეს ენერგია უკავშირდებოდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
საიდანაც ან ისევ წახვალთ უკვე არსებული მდგომარეობის კიდევ ერთ დიდ წრეზე, ან მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და კარდინალურად შეცვლით თქვენს მომავალს. გირჩევთ მარტი გაიაროთ მეტი ყურადღებით, ზოგადად ყველაფერი თქვენს ხელშია, მაგრამ თუ ხვდებით, რომ გჭირდებათ უფრო დეტალურად თქვენი ინდივიდუალური სიტუაციის ანალიზი, შეგვიძლია განვიხილოთ პირად კონსულტაციაზე. შეგახსენებთ, რომ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია ვიდეოს აღწერაში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, თასების ტუზი, მარტში მოგეცემათ შანსი ახალი გრძნობა დაიბადოს თქვენში. შესაძლებელია შინაგანადაც მიხვდეთ, რომ მზად ხართ რეალური კავშირის დასაწყებად და გამორიცხული არ არის საკმაოდ საინტერესო ადამიანიც გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვენივე სურვილების რეალიზებისთვის, რომელიც დაგინახავთ და მიგიღებთ ისეთად, როგორცაც თქვენ თავაზობთ საკუთარ თავს ყოველგვარი თამაშის და მოჩვენებების გარეშე. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ თქვენი ნიჰილისტური განწყობების გამო შეაფერხოთ ეს ურთიერთობა და ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება უარიც კი თქვათ ამ შესაძლებლობაზე. გირჩევთ მეტი ყურადღებით მოეპყრათ ამ სფეროს მარტის განმავლობაში, შეეცადეთ დაინახოთ შანსები და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებიც ამ პერიოდში მოგეცემათ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტის განმავლობაში საქმიანი სფერო, ხმლების 10-იანი, ამ პერიოდში გექნებათ გადაღლის და უენერგიობის განცდა, შესაძლებელია მოგინდეთ წერტილი დაუსვათ გარკვეულ მდგომარეობას, იგრძნოთ რომ რაღაც, მაგალითად რომელიმე პროექტი, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის ფორმა ან თქვენი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ ისე ზღვრამდე მივიდა, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება. ეს იქნება დაგროვებული ემოციური შინაგანი უკმაყოფილება, რომელსაც ამ პერიოდში მკაფიოდ გაიაზრებთ და დაფიქრდებით, როგორ დაასრულოთ თქვენთვის მიუღებელი მდგომარეობა. ამიტომ ასეთმა დასრულებამ შესაძლებელია შვებაც კი მოგიტანოთ, გახსოვდეთ, რომ როდესაც რაღაც სრულდება, თავისუფლდება სივრცე ახალი მიმართულებებისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის. მთავარია არ აყვეთ პანიკას, მღელვარებას, მშვიდად და გააზრებულად შეხვდით ასეთ ცვლილებებს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების ტუზი, მარტის განმავლობაში მოგეცემათ რეალური შანსი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალ საქმესთან, ახალ პროექტთან, ან მატერიალურად ხელშესახებ რაიმე შესაძლებლობასთან და შესაძლებელია სწორედ ამ სიახლემ გიბიძგოთ, რომ დაასრულოთ ის არასასურველი გარემოებები, რაც მძიმე ტვირთად გაწვებოდათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახური, ახალი თანამშრომლობა, კონკრეტული შემოთავაზება ან იდეა, რომელსაც პრაქტიკული განხორციელების პოტენციალი ექნება. და სწორედ ამ გზით დაინახავთ, რომ წინა პერიოდში გაწეული თქვენი შრომა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლიანი მიდგომა შედეგების მოტანას დაიწყებს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, არ გააუფასუროთ ის, რაც თითქოს მცირე ან არასაკმარისად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ, ეს ბარათი ხშირად მიუთითებს იმ პატარა დასაწყისზე, რომელიც მომავალში სავსებით შესაძლებელია საკმაოდ მყარ და სტაბილურ საქმედ გადაიქცეს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მარტი არ იქნება სწრაფი მოგებების ან მყისიერი შედეგების დრო, მაგრამ ეს პერიოდი შეგიძლიათ აქციოთ დროდ, როდესაც სწორად გადადგმული ნაბიჯები სამომავლოდ თქვენ საქმიან ცხოვრებაში სერიოზულ მატერიალურ და პროფესიულ ზრდას ჩაუყრის საფუძველს. მათთვის, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-16 მაღალი არკანი კოშკი, არკანების ასეთი კომბინაცია თქვენს იმედგაცრუებაზე მიუთითებს, ამ პერიოდში ვერ ნახავთ ისეთ ვაკანსიას, რომელსაც დააკმაყოფილებდა თქვენი შესაძლებლობები, ცოდნის და გამოცდილების სახით, ან მაგალითად თუ უკვე გპირდებოდნენ დასაქმებას და ფაქტობრივად თვლიდით, რომ უკვე დასაქმებულები ხართ,
შესაძლებელია მარტში უარი გითხრან და საკმაოდ დაგდრგუნოთ სიტუაციის ასეთმა შემოტრიალებამ. ამიტომ გირჩევთ წინასწარ ნუ შეიქმნით განწყობებს და რაც მთავარია, უარის შემთხვევაშიც არ დაყაროთ ფარხმალი სასურველი მიზნების მისაღწევად. და კიდევ ერთი ასპექტი მინდა აღვნიშნო, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ვაბანკზე, არ გარისკოთ და არ დასაქმდეთ ისეთ სამუშაო პოზიციაზე, რომელიც წინასწარ იცით, რომ სათქვენო არ არის. არ გაგაჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, ან ფიზიკურად ვერ გაართმევთ თავს, მაგალითად ენერგიის, ფიზიკური ძალის ან დროსთან შეუთავსებლობის გამო. მიიღეთ ეს მკაცრ გაფრთხილებად და ნახოთ რა სპირდება მარტინ მათ, ვინც თვით დასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ. მონეტების 10-იანი მარტი თქვენთვის ნამდვილად შეიძლება იქცეს ძალიან წარმატებულ პერიოდად, მიიღებთ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც დამოკიდებული იქნება არა შემთხვევით გამართლებაზე ან იღბალზე, არამედ ეს იქნება შედეგი ადრე გაწეული შრომის და სწორად შექმნილი საფუძვლების. ამ პერიოდში მოგეცემათ შესაძლებლობა უარი თქვათ იმაზე, რასაც არავითარი შედეგი არ მოაქვს თქვენი საქმის განვითარებისთვის და ამასთანავე წარმატებით განახორციელოთ ჩანაფიქრები, დადოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტრაქტები და გაამყაროთ ის სტრუქტურა, რომელზეც თქვენი საქმიანობა დგას. ეს ბარათი ხაზს უსვამს სტაბილურობას და მასშტაბს. იგრძნობთ მხარდაჭერას, როგორც პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან, გაიზრდება ინტერესი თქვენი პროდუქტის ან სერვისის მიმართ, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ პოპულარობისა და აღიარების ზრდაც. ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ ეს არ იქნება ერთდღიანი წარმატება, რაც მარტში მოხდება, უკავშირდება გრძელვადიან შედეგებს, ფინანსურ სტაბილურობას, პოზიციების გამყარებას და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმოქმედოთ თამამად, მაგრამ არა ქაოსურად, უნდა იმოქმედოთ გააზრებულად, სტრატეგიულად და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით. ეს პერიოდი მოგცემთ შანსს არა მხოლოდ მიიღოთ, არამედ დააფიქსიროთ მიღწეული წარმატებები. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად პოზიტიურად, იფიქრეთ დიდ მიზნებზე და იმ გზებზე, რაც მომავალში თქვენ საქმიანობას კიდევ უფრო გაამყარებს და საიმედო ფუნდამენტს შეუქმნის. როგორც ხედავთ, თქვენი ცხოვრება ბევრი მიმართულებით იცვლება, განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ეს არც არის გასაკვირი. სულ ახლახანს თქვენთვის მნიშვნელოვანი განახლების პერიოდი დაიწყო და თუ გინდათ რომ მეტი გაიგოთ რას გულისხმობ, ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების თერეფნის შესახებ, რომლითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი თითოეული თქვენგანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ამიტომ გირჩევთ რომ ნახოთ ეს ვიდეო, რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში. თასების 7-იანი, ერთი მხრივ ეს ბარათი ილუზიებზე მიგვანიშნებს, თუმცა ამ გაშლის საერთო განწყობის გათვალისწინებით ვფიქრობ, აქ საუბარია არჩევანის სიმრავლეზე, შესაძლებელია მარტში გაგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლების მიღების შანსი, ან შესაძლებელია დადგეთ არჩევანის წინაშე, რომელიც შესაძლო ვარიანტი დატოვოთ სამომავლოდ შემოსავლის მიღების ძირითად წყაროდ. ამ პერიოდში ეცადეთ მატერიალურ საკითხებში, განსაკუთრებით ხარჯვის ნაწილში შეინარჩუნოთ რაციონალური მიდგომები და გონივრულად განკარგეთ თქვენი რესურსები. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 2-იანი, სამყარო მოგიწოდებთ მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და მეტი დრო დაუთმოთ ფიქრს, შინაგან განსჯებს, რომ შეძლოთ მიიღოთ სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილი სწორი გადაწყვეტილებები, ასევე აკონტროლეთ თქვენი ქცევა, განსაკუთრებით თქვენი სიტყვები, ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს ისეთ ჩანაფიქრებს, რომელთა რეალიზება ჯერ არც კი დაგიწყიათ. მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევით თქვენს გეგმებს, თქვენი მიზნების და ოცნებების განსახორციელებლად.
ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი მორიელებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.